საღამო მშვიდობისა Rio Open Medis ეთერში ქართულენოვანი ამბების დროა და მე ანა ტანდარიანი გახლავართ. აბუ-დაბიში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა სახელმწიფოთა შორისი ურთიერთობების მოგვარების საკითხები განიხილეს. აზერბაიჯანული მედიის ცნობით შეხვედრა, რომელიც დაახლოებით 5 საათს გაგრძელდა, საბოლოო განცხადების გარეშე დასრულდა. მოლაპარაკებები ჯერ დელეგაციების მონაწილეობით გაფართოებულ ფორმატში დაიწყო, შემდეგ კი ლიდერებმა პირისპირ განაგრძეს, რის შემდეგაც მათ კვლავ შეუთანხმდნენ დელეგაციების წევრები. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ლიდერებმა დაადასტურეს, რომ ორმხრივი მოლაპარაკებები პრობლემური საკითხების გადაჭრის ყველაზე ეფექტური ფორმატია და შეთანხმდნენ, რომ შემდეგზე ორიენტირებული პირდაპირი დიალოგი გაგრძელდება. მათ ასევე აღნიშნეს დელიმიტაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და შესაბამის კომისიებსა და ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელება დაავალეს. ფაშინიანი და ალიევი ამასთან შეთანხმდნენ ნდობის განმტკიცების ღონისძიებების გაგრძელებაზე და მადლობა გადაუხადეს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს შეხვედრის ორგანიზებისათვის. სომხეთისთვის განსახილველ საკითხად რჩება სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციების განბლოკვის კონტექსტში ფუნქციების აუთსორსინგი, რომელიმე საერთაშორისო ლიცენზირებული კომპანიისათვის თუ პროცესი განხორციელდება სომხეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის ქვეშ. აღნიშნული შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მნაცაკან საფარიანმა განაცხადა. საფარიანმა დაადასტურა, რომ განბლოკვის კონტექსტში ფუნქციების აუთსორსინგი სომხეთისათვის განსახილველი თემა, მაგრამ პროცესი იმ პრინციპების დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლებზეც სომხეთმა არაერთხელ განაცხადა. განბლოკვის შესახებ ამერიკული მხრიდან სომხეთისა და აზერბაიჯანისათვის გადაცემული წინადადების შესახებ კითხვის პასუხად მნაცაკან საფარიანმა თქვა, რომ მათ ასეთი რამდენიმე წინადადება სხვადასხვა ქვეყნიდანაც მიიღეს, რომლებიც განხილვის საგანია. მინისტრის მოადგილე უარი თქვა იმის დაკონკრეტებაზე, თუ რომელი ქვეყნისგან მიიღეს წინადადებები. რუსეთი მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პირდაპირ დიალოგს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის აბუ-დაბიში გამართული შეხვედრის კომენტარებისას რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. პესკოვის თქმით, ისინი უდავოდ მიესალმებიან პირდაპირ დიალოგის ფაქტს. ამავდროულად დიდი ცვლილებებია ნახიჩევანში, რომელთანაც აზერბაიჯანს სახმელეთო გზით სომხეთის ტერიტორიის გავლით დაკავშირება უნდა. დეტალურად იხილეთ რეპორტაჟი. ნახიჩევანში საკონსტიტუციო ცვლილებებია. მოქმედი კონსტიტუციის პრეამბულაში ნათლად იყო მითითებული, რომ ნახიჩევანის ავტონომიას საფუძველი მოსკოვისა და კარსის ხელშეკრულებებით ჩაეყარა. თუმცა ახალ პროექტში ეს ისტორიული საყრდნები ამოღებულია, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. პროექტის თანახმად ამიერიდან ნახიჩევანის ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელებს პირადად ილჰამ ალიევი დანიშნავს. ეს მხოლოდ სამართლებრივი ცვლილება არა, არამედ წინასწარ შემუშავებული პოლიტიკური კონტრზომაც. მომავალი სეპარატისტული ან დამოუკიდებლობის მოთხოვნების წინააღმდეგ. ალიევი აფართოებს თავისი კონტროლის არეალს და ანეიტრალებს შესაძლო დამოუკიდებლობის საფრთხეებს. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ეს ცვლილებები შესაძლოა ნახიჩევანის შიდა პოლიტიკურ ველზე ახალი ეტაპის დაწყების იმპულსად იქცეს. გარდა ამისა, ანკარა ნახიჩევანის ურთიერთობებში ახალი ბალანსი ყალიბდება, რომელიც მომავალში ჯერ კიდევ იტყვის თავის სიტყვას. ეს ყველაფერი ხდება რეგიონში, სადაც ყოველ მოძრაობას არა მხოლოდ შიდა, არამედ გეოპოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი აშოტ სმბატიანი საქართველოს ახლად დანიშნულ შინაგან საქმეთა მინისტრს გელა გელაძეს შეხვდა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. აღნიშნულია, რომ სომხეთის ელჩმა მინისტრ გელაძეს საპასუხისმგებლო თანამდებობის დაკავება მიულოცა. საელჩოს ცნობით შეხვედრისას თანამოსაუბრეებმა განიხილეს სომხეთსა და საქართველოს შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის გაფართოებასთან და დაკავშირებული საკითხები.
სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა დეპუტატ გეღამ მანუკიანის საქმეზე შესწავლა დაიწყო და უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევაზე საუბრობს. ადამიანის უფლებათა დამცველის აპარატმა დეპუტატ მანუკიანის ბინაში ჩატარებული ჩხრეკისა და მისი ვაჟის ტარონ მანუკიანის დაკავების საქმის შესწავლა დაიწყო. ინფორმაცია დამცველის აპარატს დეპუტატის ადვოკატებმა მიაწოდეს, რომელთა თქმითაც მათ არ ეძლევათ დაკავებულებთან შეხვედრისა და საგამოძიებო ორგანოში შესვლის საშუალება. ამასთან ადამიანის უფლებათა დამცველმა ანაჰიდ მანასიანმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც უდანაშაულობის პრეზუმპციის დაუცველობის საშიშ ტენდენციებზე საუბრობს. მისი თქმით, მონიტორინგის შედეგად მედიაში დაფიქსირდა გახმაურებულ საქმეებზე პირთა დამნაშავედ წარმოჩენის ტენდენციები მიუხედავად იმისა, რომ მათ მიმართ არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი. სომხეთის პოლიციამ ოპოზიციურ პარტიასთან დაკავშირებული ტერორიზმში ეჭვმიტანილი 7 პირი დააკავა. მედიის ინფორმაციით დაკავება ფართომასშტაბიანი რეიდების შედეგად მოხდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსი მოქალაქეებისათვის სომხეთში შესვლის შეზღუდვას მტრულ ქმედებად აფასებს და აცხადებს, რომ ეს ეწინააღმდეგება ორ ქვეყანას შორის არსებული მოკავშირეებრივი ურთიერთობების ხასიათს. 9 ივლისს გამართულ ბრიფინგზე უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ თქვა, რომ ეგრეთ წოდებული სტოპ-სიების თემა სომხეთთან ურთიერთობაში კვლავ აქტიურია. ჩვენ ვუყურებთ რუსეთის მოქალაქეებისთვის შესვლაზე დაწესებულ აკრძალვებს, როგორც მტრულ ნაბიჯს, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის რუსულ-სომხური ურთიერთობების მოკავშირეობრივ ბუნებასთან. ზახაროვას თქმით, რუსეთს ხშირად უწევს აღნიშნული საკითხის კომენტირება როგორც საჯაროდ, ისე კულისებს მიღმაც. ზახაროვამ მოუწოდა სომხურ მხარეს შეწყვიტოს ეს მავნე პრაქტიკა. ზახაროვას განცხადებით, საკითხი განიხილეს სომხეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მაშინ, როცა სერგეი ლავროვი მაისში ოფიციალური ვიზიტით ერევანში იმყოფებოდა. მისივე თქმით, რუსულმა მხარემ სომხეთს გაუზიარა კონკრეტული ნაბიჯები არსებული წინააღმდეგობების მოსაგვარებლად და ახლა ელოდება ერევნის რეაგირებას. ზახაროვას კომენტარები მოყვა იმ ინფორმაციას, რომ ბოლო თვეების განმავლობაში სომხეთის უსაფრთხოების სამსახურებმა არაერთ რუს მოქალაქეს უარი უთხრეს ქვეყანაში შესვლაზე, მათ შორის პოლიტიკოსებსა და ანალიტიკოსებს. დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია, რომ რუსული მხარე უკრაინასთან მიმართებით მედმოქნილობას არიჩენს. ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მალაზიაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. რუბიოს თქმით, მას ლავროვთან უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ გულწრფელი და მნიშვნელოვანი საუბარი ჰქონდა. გვესმის, რომ ამ ყველაფერს დრო და მოთმინება სჭირდება, მაგრამ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მეტი პროგრესი არ არის. აშშ-ს სურს იხილოს სამოქმედო გეგმა უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად. რუბიოს თქმით, შეხვედრაზე რუსულმა მხარემ შეერთებულ შტატებს ახალი განსხვავებული მიდგომა შესთავაზა, რომელიც ის მშვიდობის გარანტიად ვერ დახასიათებდა, მაგრამ ეს არის კონცეფცია, რომელსაც პრეზიდენტ ტრამპს გააცნობს. ამასთან რუბიოს ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სენატთან ერთად მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტზე. საფეხბურთო კლუბი სარდარაპატი ზედიზედ მეორე წელი აწყობს ბანაკს, სადაც მადრიდი ატლეტიკოს სპეციალისტები სომეხ მოზარდებთან მუშაობენ. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის გაეცნონ მსოფლიო დონის გამოცდილებას, აითვისონ ახალი მიდგომები და განვითარდნენ როგორც სპორტსმენები და როგორც პიროვნები. პროგრამის შესახებ დეტალურად გაეცანით ჩვენი კოლეგის დავით გენჯოიანის რეპორტაჟში. ესპანური კლუბის ატლეტიკო მადრიდის მწვრთნელები კვლავ სომხეთში არიან და თან ევროპული ფეხბურთის სულისკვეთება მოაქვთ. ისინი ბავშვებისა და მოზარდებისთვის ბანაკს ჩაატარებენ და ესპანური ფეხბურთის საიდუმლოებებს გაუზიარებენ. ვარჯიშებში სხვადასხვა ასაკის ბავშვები და მოზარდები მონაწილეობენ, რომლებიც საფეხბურთო ცოდნისა და დაუვიწყარი გამოცდილების მისაღებად მოვიდნენ. კლუბებს შორის ეს ერთობლივი ინიციატივა უკვე მეორე წელი ახორციელდება და მიზნად ისახავს სომხურ ბავშვთა და მოზარდთა ფეხბურთში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას. საფეხბურთო კლუბი სარდარაპატის გენერალური დირექტორის ანუშ
ანანიანის თქმით, ბანაკი კლუბის გრძელვატიანი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. საფეხბურთო კლუბ სარდარაპატს თავის მიზნებზე საუბრისას არაერთხელ აღონიშნავს, რომ თავის მისიად სომხეთში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო განათლების დანერგვას მიიჩნევს და ატლეტიკო მადრიდთან ერთობლივი ბანაკი ვფიქრობ, სწორედ ამ მიზნისკენ გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. უკვე მეორე წელია ჩვენ მასპინძლობთ ბანაკს და ვფიქრობ, ეს დიდ საფეხბურთო დღესასწაულს ჩუქნის სხვადასხვა ასაკის ბავშვებს, რომლებიც აქ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შეიკრიბნენ. ესპანელმა სპეციალისტებმა სომხეთში ის მეთოდოლოგია ჩამოიტანეს, რომელსაც მადრიდის აკადემიაში იყენებენ. ატლეტიკო მადრიდის აკადემიის მწვრთნელი ედუარდო კასტრო აღნიშნავს, რომ სომეხი ბავშვები მათი მეთოდებით ვარჯიშის პროცესს ძალიან სწრაფად და კარგად ეგუებიან. აქ ჩვენ მუშაობთ ატლეტიკო მადრიდის მეთოდოლოგიით, იგივეთი, რომლითაც იქ, ჩვენს აკადემიაში მუშაობთ. და ამ დღეების განმავლობაში, სიმართლე გითხრათ, ბიჭები საკმაოდ კარგად ეგუებიან და ჩვენ შეგვიძლია მათთან ვიმუშაოთ თითქმის ისევე, როგორც მადრიდში მუშაობთ. აკადემიის მწვრთნელმა ხორხე გილიომიამ ბევრ სომეხ მოზარდში მომავალი კარგი ფეხბურთელის პოტენციალი შენიშნა. სინამდვილეში არიან ბევრი ბავშვები, რომლებსაც საკმაოდ მაღალი დონე აქვთ. მათთან ბევრის გაკეთება შეიძლება და მათაც ბევრი სწავლა შეუძლიათ. და სიმართლე გითხრათ, ბავშვებისგან მიღებული შთაბეჭდილება საკმაოდ კარგია. და როგორ რეაგირებენ ბანაკზე თავად ბავშვები? საფეხბურთო კლუბის სარდარაპატის მწვრთნელის ასისტენტი ზავენ ბადოიანი ამჩნევს, რომ მათი ენთუზიაზმი დიდია. ბავშვები ძალიან კმაყოფილები არიან, ძალიან გახარებულები მოდიან, მიუხედავად იმისა, რომ 7 დასახაზნახებზე უწევთ გაღვიძება, მოდიან, ყველას თვალებში სიხარულია და ეს ძალიან სასიამოვნოა და იმედი გვაქვს, რომ ეს ბანაკი მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. ბანაკის მონაწილეების ენთუზიაზმისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტიმული არსებობს. საუკეთესო მონაწილე მადრიდის ატლეტიკოში ერთკვირიან საგზურს მოიპოვებს. როგორც ჩარშან, წელსაც ბანაკის მონაწილეებიდან ერთ ბავშვს ექნება შესაძლებლობა ერთკვირიანი გამოცდილობა მიიღოს ატლეტიკო მადრიდში, ივარჯიშოს უკვე ესტანეთში, იქაურ მწვრთნელებთან, მიიღოს სრული გამოცდილება და ესეც გამარჯვების საწინდარია, რომ ჩვენ სომეხ ბავშვებს იქ ექნებათ წარმომადგენლობა და გამოცდილება. სპეციალისტები კი ბავშვებს ერთ მნიშვნელოვან რჩევას აძლევენ. უპირველეს ყოვლისა, დატკბნენ ამ წარმოუდგენელი თამაშით, იცხოვრონ ფეხბურთით. რჩევის სახით ბიჭებს ვეტყვი, ფიქრობ, მთავარი ისაა, რომ მათ ისიამოვნონ ფეხბურთით. ზეწოლის გარეშე რომ არ იფიქრონ პროფესიონალ ფეხბურთელად გახდომაზე. არამედ უბრალოდ ისიამოვნონ ყოველი დღით, გაიარონ თითოეული ეტაპი, ჩამოყალიბდნენ და გაიზარდონ როგორც ფეხბურთელები, ისე ადამიანები. უპირველეს ყოვლისა, თავიანთი საქმისგან, ანუ ფეხბურთისგან სიამოვნება უნდა მიიღონ, ეს პირველია, მხოლოდ სიამოვნება მიიღონ, მეორე უნდა ბევრი, ძალიან ბევრი ითამაშონ, ბევრი დრო გაატარონ თამაშში, როგორც თავიანთ ეზოებში, ისე სავარჯიშო ადგილას, სადაც ვარჯიშობ. ბანაკის ორგანიზატორების შორეული მიზანი კიდევ უფრო ამბიციურია. თავარი მიზანია მივცეთ სომხურ ფეხბურთს ისეთი ძლიერი ფეხბურთელი, რომელზეც ამაღად ვიტყვით, ეს შემდეგი ჰენრიხ მხითარიანია, რომელსაც შეუძლია ტოპ ლიგებსა და სომხეთის ეროვნულ ნაკრებში თამაში. დავით გენჯოიანი, REA Open Media. ეს იყო ყველაფერი, რისი მოყოლაც გვინდოდა დღეისთვის. მადლობა ყურადღებისთვის და გემშვიდობებით.